მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემაა. მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ბესო სოლომონაშვილი, რეჟისორი, მწერალი, მაყურებელი მას კარგად იცნობს. დიდი მადლობა ბატონო ბესო თქვენი დროისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მინდა საუბარი დავიწყო თქვენთან. მაყურებელმა კარგად იცის, რომ თქვენ ყოველთვის აფიქსირებთ საკუთარ პოზიციას საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, იმ რეპრესიებთან პირდაპირ ასე ვიტყვი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების მიმართ მიმდინარეობს და შემაშფოთებელია განსაკუთრებით ჩემთვისაც პირადად, რომ ფაქტიურად აუდიტორიებში იჭერენ ახალგაზრდებს. მაყურებელს რომ ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე, რატომ აკეთებს, რატომ მივიდა აქამდე ასე ვთქვათ ხელისუფლება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთი რეგიონალური ტელევიზიებთან ურთიერთობა და მე თვითონაც ძალიან ესეთი ახლო კონტაქტი მაქვს რეგიონთან, ქართლთან, ჩემი სამშობლოა და ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის ის რომ რაღაცნაირად ეს უნიკალური საქართველოს მხარე იყოს რაღაცნაირად ისეთი ღირსეული, წარმატებული, რისი ყველანაირი საფუძველიც არის. და ამ ღირსეულობის და წარმატებულობის ერთადერთი, მინდა ვთქვა, ერთადერთი საბაზისო საშუალება, სახელმწიფო საშუალება არის ეს, აი, ის ცივილიზებული სამყაროსთან კონტაქტი ცივილიზებულ სამყაროსთან, დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობა, როგორც ეკონომიური, ისე პოლიტიკური და ასე შემდეგ. ყველაფერი ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკაში ვართ, ისეთ სამწუხაროდ, ესეთი ერთ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკა გვაქვს და მეორე მხრივ ეს არის ჩვენი ქვეყნის პირთი, ისეთი გეოპოლიტიკა გვაქვს, რომ ჩვენ პირდაპირ ვართ ისეთი ბოროტი და დიდი იმპერიის ინტერესების, აი პირდაპირ ცენტრში, როგორც არის რუსეთი. ძალიან უცნაურია ხოლმე, როდესაც ქართველები და სამწუხაროდ შიდა ქართლი, სამწუხაროდ ქართლის ერთ-ერთი ყველაზე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქალაქის წარმომადგენლები რაღაცნაირად სიმპათიით არიან ხოლმე რუსეთის მიმართ გამსჭვალულები იმის მერეც კი რაც გადაიტანეს. სამწუხაროდ ისეთი პერიოდი დგას, რომ არჩევანი არ გვაქვს ბევრი, ეს არის ორი მხარე. ან დასავლეთი ცივილიზებული სამყარო, ან ეს ველური ბოროტი იმპერია რუსეთი, ეს მთელი ისტორია და მთელი ეს ინსინუაციები ნეიტრალიტეტთან არის ტყუილი და ჩვენ ვიცით 1919 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაში, როგორც რუსეთთან ხელშეკრულებაში, როგორც შეიტანეს ეს ნეიტრალიტეტი საქართველომ და ზუსტად 8 თვეში 1920 წლის და ზუსტად 8 თვეში რუსეთი ჯარით შემოვიდა საქართველოში. ამიტომ ეს არის ტყუილი ეს ნეიტრალიტეტი და თანამედროვე სამყაროში არ არსებობს ნეიტრალიტეტი. სადღაც უნდა იყოს, თუნდაც ეკონომიური თვალსაზრისით, ხო, ინტეგრირებული. და რატომღაც ისი აღმოჩნდა, რომ დღეს იმ ხელისუფლებამ, რომელიც დღეს მოხვდა მართლობაში და დღეს მოხდა ბიუჯეტში, დაიწყო ბინძური ლანძღვა იმ ცივილიზებული სამყაროში, რომელიც უკვე 30 წელია, მართლა 30 წელი არის ჩვენს გადარჩენას ლამობს და ცდილობს. და სამწუხაროდ თუ არა ეს სამყარო და დასავლური და ცივილიზებული სამყარო, მაშინ რუსეთი და მაშინ ირანი, ხო? და მე მინდა და ეს ამისი ყველა ეს არის აბსოლუტურად საღი და ჯანსაღი და ამას მე ვერ ვფიქრობ ხოლმე, როგორ შეიძლება რომ ამაზე იმსჯელო, რაღაცები თქვა, რომ სწორია თუ არ არის სწორი. ეს ძალსაღად სწორია, იმიტომ რომ ბოლო 250 და იტყვიან ხოლმე რა, რომ აი თურქეთი ჩვენი, იყო ირანი ჩვენი. როდესაც ირანზე წავიდა საუბარი, რატომღაც უცებ ირანი კარგი აღმოჩნდა ამ ბოლო პერიოდში, ხო? ის აიათოლების ირანი. და მანამდე თუ ჭირდებოდათ იძახდნენ, რომ აი ირანი ჩვენი ის იყო დამპყრობელი იყო. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და სოფლიომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებაზე, სადაც
საბჭოთა ქვეყნები, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები რჩებოდნენ იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც იმ წუთში იყო და ეს თელმა მსოფლიომ მოილაპარაკა, ხო? მას შემდეგ არც ერთ სხვა ქვეყანას, არც თურქეთს, არც ირანსაც კი არავის ერთი ნაბიჯით არ გადმოულახია საქართველოს საზღვრები. ერთი ტყვია არ გავარდნილა საქართველოს მიმართ. ერთადერთი ქვეყანა არის რუსეთი, რომელმაც ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი რეგიონის სტრატეგიულად დაკავება გადაწყვიტა. ხო? ამაზე კითხვების დასმა რატომ და თურმე რუსეთი კარგია თუ ცუდია, ეს მე ცოტა მიმაჩნია, რომ არასერიოზულია და ან არასერიოზული და ბრიყვები სვამენ ამ კითხვას. ან ამ კითხვას სვამენ, ამ კითხვას აკეთებს ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ღალატობენ სამშობლოს. სამწუხაროდ ჩვენ ესეთი მაგალითები ქართულ ისტორიაში ბევრი გვაქვს, მათ შორის გამიბრაზდებიან ბევრი გორელი, მაგრამ მათ შორის სტალინი, რომელსაც შეეძლო, რომ საქართველოს 1921 წელს არ დაეპყრო როგორც თავის სამშობლო, მაგრამ ის არასოდეს არ თვლიდა საქართველოს თავის სამშობლო. და ამაზეც კითხვები არ უნდა იყოს, ხო? თუ კი ჩვენ რუსეთს ჩავთვლით ჩვენ სამშობლოდ, გასაგებია, მაშინ მათი პრეტენზიები, მაგრამ რუსეთი ჩვენი სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლო არის საქართველო, რომელიც უკვე 250 წელია პერმანენტულად იპყრობს რუსეთს. აი ამის შემდეგ ის სახელისუფლებო ძალა, რომელიც ეხლა რაღაცნაირად ხელისუფლებაში მოექცა, ის სახელისუფლებო ძალა, რომ რაღაცნაირად ლაპარაკობს, რომ ლანძღავს იმ ბანაკს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის. ეს არის ავტომატურად რუსეთისკენ მიმართება და რუსეთისკენ შებრუნება. იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ამოცანა. რამენაირად მოხსნას ცივილიზებულ მსოფლიოს რუკიდან. როგორც ეს მოხდა 1801 წელს, როგორც ეს მოხდა 1921 წელს, ხო? აი ხა მალე 1900 ჩვენ 26 მაისს ვიზეიმებთ, ხო? 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი არის ერთადერთი აქტი, ერთადერთი ოფიციალური აქტი თელ სოფლიოში თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენ ვართ ოფიციალურად სრულუფლებიანი სახელმწიფო, თანამედროვე სახელმწიფოს ყველა გაგები და ატრიბუტებით, ხო? აი 26 მაისს ერჩის ყველაზე მეტად რუსეთი. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ერჩის საქართველოს დამოუკიდებლობას. ხლა მე არ ვიცი, თუ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობა ამაყობს იმით, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში და ქვეყანას არ წარმოადგენთ სახელმწიფოს, ეს მათი მოღალატეობრივი ან სიმბოლიკის საქმეა, ხო? და ისიც ტყუილია რა, რომ ჩვენ რუსეთის იმპერიაში კარგად ცხოვრობდით, საბჭოთა კავშირში მე ვერ ხვდები იმ მოკლე მეხსიერებას, რაც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა საქართველოში, ხო? საქართველოს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა კარგად ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც პატიოსანი არის. მას აუცილებლად მოეპარა, ხო? და მე არ ვიცი, ადამიანი, რომელიც იპარავს და იმით ცხოვრობს, ის არ ამგონია, რომ ჯანსაღი ადამიანი იყოს, ხო? დანარჩენი საზოგადოებისთვის. აი ამის შემდეგ ის რაც ხდება დღეს საქართველოში, ხანდახან უკვე გადადის ყოველგვარ პოლიტიკა არის, როდესაც გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები, პარტიები ერთმანეთს ეპაექრებიან, რომ მათი გზა არის უკეთესი ქვეყნის წარმატებისთვის. ქვეყნის ღირსებისთვის და ქვეყნის დროშის ღირსეულად ფრიალისთვის, ხო? და წარმოგიდგენია თქვენ რა, რომ და სახელმწიფო და რატომღაც საბჭოთა კავშირიდან გაქვს ჩვენ დარჩენილი, რომ თურმე ეს სახელმწიფო ჩინოვნიკები რაღაცით მეტნი არიან მოსაყლეობაზე. რახან ისინი ხელისუფლება არა, ისინი ჩვენ მივიყვანეთ ხელისუფლებაში, ხელოსნები დავიქირავეთ, აი როგორც ოჯახში რაღაც საქმე გასაკეთებელი და ხელოსანმა დაიქირავა. კარგად მუშაობს, შეგიძლია კიდევ ერთხელ დაიქირავო, არ მუშაობს უშუალოდ. ის კი არა, ხელფასაც არ მისცემ, ხო? აბა მითხრას ვინმემ რა, რომ როცა ცუდი ხელოსანი ყავს და შეეშალა ხელოსანი, იმას არ გაუშვებს, ხო? აი ესეთი არის ზუსტად და რატომ გონია, რომ ვიღაც არის მარადიული და ვიღაცა გაუთავებლად შეურაცხყოფას აკეთებს მოსახლეობას და მას არ შეუძლია წარმოიდგინეთ ხელოსანი, რომელსაც ეტყვი რომ რაღაცა ვერ გააკეთე კარგად და ის გიწყებს ჩხუბს და ცემას. წარმოგიდგენიათ სახში
მოყავს ხელოსანი ვიქირავებ და შენებნებ ეს რაღაც არ მომეწონა რომ გააკეთე ჩვენ ეს არ შევთანხმებულად და ის გიწყებს უცებ ცემას და შემოაქვს ახალი წესები ხელოსანს რომელიც სახში მოიყვანე შემოგვაქვს ახალი წესები და ამ ახალი წესებით გიჭირს ქუჩაში უბრალოდ იმიტომ რომ შენ სახში ზიხარ იმიტომ რომ გაბედე და თქვი რომ რაღაცა შენი ნამუშევარი არ მომეწონა და ეს ნამუშევარი ნამდვილად არ მოგწონს და ის მე ეს პირდაპირ ვიტყვი ის ხელოსანი კი არ გველაპარაკება კი არ გეკითხება აბა რა არ მოგწონს ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობაში ხო შეგეკითხება აბა რა არ მოგწონს ხელოსანი ხო კი არ გეკითხება ხო ის მოგიტრია არც გელაპარაკება ეს უკვე იმას ნიშნავს რომ მას იმდენი აქვს დაშავებული რომ მას არ უნდა სიმართლის გაგება მას არ უნდა თავისუფალი მასმედია თავისუფალი მასმედია რომელიც იძლევა კრიტიკულ კითხვებს ალბათ გახსოვთ ხო თქვენის IQ-ს დილობა იმის გვაბახიცით ხო ის კი არ ელაპარაკება ადამიანებს რომ აბა მითხარით რა გჭირ როდესაც რა პრობლემები გვაქვს როდესაც პრობლემაზე ელაპარაკები გეუბნება რომ უზდელი ხარ და IQ არ აქვს აი ეს ხო არ არის ჯანსაღი კი ბატონო ბესო თქვენ მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთეთ და კარგად აუხსენით მაყურებელს ნამდვილად ვიცით ხომ თუნდაც არჩევნების წინ და სრულ ბოლო პერიოდში ეს პროპაგანდა დეზინფორმაცია ტრიალებდა განსაკუთრებით შიდა ქართლში გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ომი მშვიდობა და არ ამისვავდა კითხვას რომ ომს ვინ იწყებდა აი თქვენ ამის თქმა მინდოდა სწორი აქცენტები დასვით რომ უნდა ავუხსნათ მაყურებელს უნდა ავუხსნათ საზოგადოებას აი ასეთი რაღაცა ჩვენ ამაზე ვესაუბრებით ტრიალეთიც თქვენნაირ ადამიანებს უთმობთ ეთერს მნიშვნელოვანია თქვენნაირი ადამიანები ჩვენს ეთერში რომ საზოგადოება მიცოდეს მართლა ომს ვინ იწყებს ვინ არის მტერი და ასე შემდეგ სწორედ ამიტომ ჯის ვფიქრობ ქართული ოცნება ხელისუფლება დღევანდელი ტრიალეთსაც მათ შორის და ვიცით რომ თითქმის ყოველდღიურად დახურვის პირასა ვართ თუნდაც აი იმ სიმართლისთვის რომელიც ჩვენი ეთერით ჟღერდება იცით რა არის აი წარმოვიდი ისევ იქ მივდივარ რა მოდი ხლა აი უცებ რაღაცა სხვა საკითხზე გადავალ პატარა ერთი რამდენიმე წამი წარმოგიდგენიათ რომ არანაირი პოლიტიკა არ არის ბავშვების სიცოცხლეზეა ლაპარაკი დიუშენი დაავადებული ბავშვების სიცოცხლეზე და იქაც კი ისინი არიან აბსოლუტურად შეუვალები აბსოლუტურად დეჰუმანიზირებულები იმიტომ რომ თავის შეცდომები არ აღიარონ ხო ხა წარმოგიდგენიათ თქვენ რა რომ როდესაც ჩვენ ხვდებით რომ კულუარებში რაღაცა ძალიან მძიმე მოლაპარაკებებია რუსეთთან ხო რა თქმა უნდა ისინი თიც გაიშვერენ ისევ საქართველოს გარეთ თუმცა საქართველოს დაიწყო აი რაც არ უნდა იმ პერიოდის პოლიტიკოსები არ მოგწონდეს რაც არ უნდა იყოს ეს ენა როგორ გიბრუნდება როცა ამხელა მოსწრს 250 წელია ვეომებით და შენ ამბობ რა რომ რაღაცა ირიბად ისე ხალინ პოლიტიკოსებს აბრალებს ხანავებს რომ საბოლოო ჯამში შედეგი არის ის რომ ომი დაიწყო საქართველოს ამბობ შენ ხო და ეს პირდაპირ სამშობლოს ღალატია პირდაპირ გაგებით სამშობლოს ღალატი ქვია ამას აი ესე პირდაპირ ვიტყვი ხო იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდება რომ 1921 წელი თურმე აღმოჩნდა რომ ესეც ჩვენ დაგვიწყია ომი 1801 წელს ჩვენ ქართველებს გაგვიკეთებია ოკუპაცია და ასე შემდეგ ხო ერეკლე მეორეც კი განიცდიდა ბოლოს რომ მან რაღაცნაირად და იგივე გარსევან ჭავჭავაძე და ლეონიძე რომ მათ რაღაც ისევ ისინი რუსეთთან მხოლოდ იმიტომ რომ რუსეთი იყო რაღაცნაირად ხაზი დასავლეთისკენ აი ამ მოტივით ისინი დაუკავშირდნენ რუსეთს და უცებ აღმოაჩინეს რომ უშველებელი შეცდომა ჩაიდინეს ხო იმიტომ რომ რუსეთმა გამოავლინა თავისი ხასიათი რუსეთს არ გაუწყვეტია საქართველოს მიმართ რუსეთს პირდაპირ გაგებით ვამბობ რუსეთს არ უნდა რომ საქართველო არსებობდეს ის ყოველთვის ეძახდა საქართველოს და კავკასიას მის უკანა ეზოს და არ უნდა რომ არსებობდეს ესეთი ქვეყანა როგორც არის ჩვენი საყვარელი პატარა ლამაზი საქართველო ღირსეული ქვეყანა ყველა ის ადამიანი
რომელიც რამენაირად ლაპარაკობს. სანამ ოკუპირებულია ჩვენი რეგიონები. რამენაირად ლაპარაკობს, რომ იცი რუსეთთან რაღაცნაირად მოდი დავიწყოთ ესეთი ლაპარაკი. ეს არის და რაღაცა იმებზე ლაპარაკობენ, ნეიტრალიტეტებზე, ხო? ისინი სარგებლობენ ხალხის გაუთვითცნობიერებლობით, სპეკულირებენ და პირდაპირ რუსულ იმას ატარებენ პროპაგანდას, ხო? იმიტომ რომ ტრიალეთსაც მაგიტომ ექმნება თქვენს ტელევიზიას პრობლემა. ხო? ჩემი ფილმი ორჯერ უნდა დატრიალებულიყო. ალბათ იცით ბოსტონის კონფლიქტის ზონაში ორჯერ უნდა დატრიალებულიყო და ორჯერვე დამიბლოკეს უნივერსიტეტმა. სხვადასხვა რაღაცა გაურკვეველი მიზეზებით. ორჯერვე უნდა ყოფილიყო ჩვენება გორში. ხდები ის მოტივი რა თქმა უნდა თქვენი ტელევიზია ტრიალეთი, როდესაც ესეთ სიმართლეს იძახის, რა თქმა უნდა იქნება ზეწოლის ქვეშ, რა თქმა უნდა. ხო? იმიტომ რომ ეს არის ერთი პატარა ტელევიზია რეგიონალური რესურსები ისედაც ძალიან რთულია და ესეთი ცენტრალურ ოპოზიციურ ტელევიზიებს იმას ქალაქ რომლებიც თბილისში არიან იმათ უჭირთ არსებობა და წარმოგვიდგენია ტრიალეთი რატო? მხოლოდ იმიტომ რომ სიმართლის თქმის მოსმენის ეშინია. არ უნდათ. იმიტომ რომ უნდა მერე გახმოვანდეს როგორ იპარავენ ბიუჯეტს ჩვენს ფულს ის მეგობრებო ეს არის ჩვენი ნაშრომი ფული რომელსაც ისინი იპარავენ ჩვენი ნაშრომი ფული ჩვენი ნაწვალები აი მე ხო ვიცი როგორი შრომა არის ქართლში რომ ორი კაპიკზე დაადო ხო მე ხო ვიცი ეს როგორია ისინი ამას იპარავენ ამაზე ძიმე ამაზე მეტი სამშობლოს ღალატი მე არ ვიცი როდესაც შენს თანამოქალაქეს მის ნაშრომ ფულს პარა მე რა თქმა უნდა ცალსახად სიმართლის თქმელ ტელევიზიებს ექნება პრობლემა იმიტომ რომ პირველ რიგში ხელისუფლება რომელიც რამე ფორმით მოვიდა სათავეში ის პირველ რიგში პასუხისმგებელია ხალხის წინაშე პირველ რიგში ხალხის წინაშე არის პასუხისმგებელი ის მას კი არ უნდა იწევდეს მიმართეთ პრესცენტრს რომ თავდახრილი უნდა იწევდეს რომ შემეკითხეთ რომ გიპასუხოთ რომ მართალია არა ის კი არა რომ კითხვის პასუხისმგებელი ტროტუარზე და ვიღაცები იძახეს პროპაგანდისტები რომ ტროტუარზე დრო მიდო აბა რის გამო იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო ტროტუარზე დგომის გამო დიახ ადამიანი გავიდა თავის ქალაქში დადგა დედაქალაქში დადგა ცენტრალურ ქუჩაზე სახელმწიფო ერთ-ერთი შენობის წინ რომ ხელისუფლებას მიაწოდნოს ხმა რომ რაღაც არ მოწონს წავიდნენ დაიჭირეს უბრალოდ დგომის გამო ის კი არა რომ რამე ჩაიდინეს არაფერი სტუდენტები იჭერენ მის წინ რა ქვია უნივერსიტეტების წინ ეს იმიტომ რომ დანარჩენ სტუდენტებს შეუქმნა შიშის გზნობა როდესაც ხელისუფლება თესავს შიშს ეს იმას ნიშნავს რომ მას ძალიან ეშინია თავისი ჩადენილების აი ეს არის ცალსახად დიახ თქვენ გამოსავალს რა შეხედავთ საზოგადოების როლს თუდაც ხელოვანების ასე ვთქვათ თქვენ გარდა თქვენ შემოქმედებაში ისედაც ყოველთვის აფიქსირებთ საკუთარ პოზიციას ეთერებით სოციალურ ქსელში თქვენი პოსტებით გადევნებთ თვალს თვითონული ადამიანის საზოგადოების როლს როგორ ხედავთ გაჩუმებულია დიდწილად საზოგადოება ვხედავთ ხომ სამწუხაროდ იცით როგორ არის რომ მოდით ესე ჩვენ ხანდახან იმიტომ რომ მართლა ძალიან ძიმე იმპერიას და ძალიან ბოროტ იმპერიას ვეღვთით რომელიც აი უბრალოდ ისინი არიან ვამპირები არიან და მონსტრები არიან ისინი არიღლებიან კვლელობით არიღლებიან სხვადასხვა ქვეყნებში ის რასაც დღეს რუსეთი უკრაინაში აკეთებს ხო ეს არის სახე ხო ამ ქვეყნის ამ უშველებელი მონსტრი ქვეყნის ხო სახეა პირდაპირ იმიტომ რომ ის კვლელობით არიღლება და ქვეყნების განადგურებით არიღლება ხალხების განადგურებით ხო ნუ არ ჩავყვებით რუსეთის ისტორიას საყოველთაოდ ცნობილია და ხანდახან ამ ფონზე ძალიან დამღლელია ხოლმე ხო რომ ადამიანებს რაღაცა პესიმიზმი ეუფლებათ რაღაცა დაღლილობა და ასე შემდეგ თუმცა დამერწმუნეთ ის რაც ჩვენ გამოვიარეთ ამ ბოლო პერიოდში ამ ისტორიულად ხო თუნდაც საფრთხე პერიოდიდან
მოყოლებული. ეს არის 21 წლის რეპრესიები, 24 წლის რეპრესიები, 37 წლის რეპრესიები. მეორე მსოფლიო ომში რუსეთის ომს შეეწირა 300,000 ქართველი. ხო, აი რო იწახიან ხოლმე. საჯიში ბიჭებიო, სწორედ რუსეთმა მოსპოს საჯიში ბიჭები. ხო? და შემდეგ მთელი პროცესები 90-იან წლები აფხაზეთის ომი ცხინვალში და ასე შემდეგ, ხო? და ამის შემდეგ ჩვენ კიდევ უწყვეტად ვიბრძვით. ყოველ დღე 500-დან 1000 ადამიანამდე დგას რუსთაველზე, რომ თავისი ამერწმუნეთ, რომ ამ 500-დან 1000 ადამიანის უკან ზუსტად იციან მათ ხელისუფლებამ და ქართულ ოცნებამ, რომ დგას 100,000 ადამიანის განწყობა. ისინი იმიტომ ვერ ბედავენ, ძალიან ის რისთვისაც ისინი არიან მოყვანილები და მოსულები, ხო? იმიტომ ვერ ბედავენ იმ რადიკალური პოლიტიკის გატარებას, რაც შეეხება საქართველოს პრაქტიკულად საქართველოს მიერ ესე ვფიქრობ მე, საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. ხო იყო ეს, რომ გოდიში მოუხადოთ სეპარატისტებს, ხო? ეს იყო მაგის საწყის რამენაირ. ისინი ხვდებიან ამ განწყობას, ხვდებიან რა, რომ ესეთი პატარა ნაბიჯი საშინელ რეაქციას გამოიწვევს. უმძიმეს რეაქციას გამოიწვევს და აქედან გამომდინარე ისინი იქცევიან აი ესე. იქნებ როგორმე მოგუდონ ეს პროტესტი აი ამით. არ გამოვა. არ გამოვა. რაც არ უნდა მოეჩვენოთ, მათ ზუსტად კარგად იციან რა, რომ შეიძლება დავიღალოთ, შეიძლება რაღაცა ელემენტარულად ხანდახან ის მოგვინდეს. ნორმალური ცხოვრებისკენ გახედვა, მაგრამ არ გამოვა ეს. ქართველი არ დაიღლება. თავისივე მომხრეები შეუბრუნდებიან და ძალიან დიდი ნაწილი უკვე შეუბრუნდა. თავისივე მომხრეები შეუბრუნდებიან აი ყოველი ამ ნაბიჯის შემდეგ. ასე რომ ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც ძალიან დიდ იმპერიას ვებრძვით და იტყვიან ხოლმე ამ მშვიდობაზე აპელირებენ. ჯერ ერთი რუსეთმა ვერც მოლდოვაში ვერ ჩამოყარა ბომბები, ვერც სომხეთში და ვერც აზერბაიჯანში ვერ ჩამოყარა ბომბები. ეს ერთი. მეორეც, როდესაც ის ტყუის გასროლის გარეშე ფაქტიურად ოკუპაციას აკეთებს ქვეყნის, რაში დაჭირდება ეს? თუმცა არასოდეს რუსეთი ამაზე არ ჩერდება. საბოლოო ჯამში რომ რუსეთი მიიღებს თავის შედეგებს, ის აუცილებლად ჩააყენებს ჯარებს. დამერწმუნეთ, ეს იყო ბოდიშის მოხდის თქმის ერთგვარი პროვოცირება დასაწყისი ამისი. მოსინჯვა იყო, რამდენად მიიღებდნენ ამას ქართველები. ვერ მივიღებთ ეს? არც გამოვა ესე. იმიტომ რომ სხვა დროა, სხვა საინფორმაციო წყაროები, აგერ რუსეთმა ინტერნეტს კეთავს, ხო? აგერ ჩვენ ახლა შეგვიძლია ესე ჩვენი აზრები გამოვთქვათ. არ გამოვა ეს ამბავი და გახსნილია მსოფლიო კონტაქტებია, დაგვანება ევროპამ თავი და დაგვანება არ დაუნებებია ევროპას და დასავლეთს თავი. ეს ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა ვართ მათ მსოფლიოს ესეთი ჯანსაღ სტრატეგიულ ინტერესებში, ოღონდ არა ისე, როგორც ამათ უნდათ. ვირეშმაკულად თან იპარონ ბიუჯეტი, თან სასამართლო არ ქონდეთ და თან რაღაცა ვითომ ესეთი ელაპარაკებიან ჯანსაღ მსოფლიოს. არ გამოვა, იმიტომ რომ ჯანსაღ მსოფლიოს უნდა პირველ რიგში ჯანსაღი სასამართლო, ჯანსაღი კანონები და ურთიერთობები, იმიტომ რომ ამ ურთიერთობებში მან უნდა ჩამოიყვანოს თავისი წარმომადგენლები, ხო? თუ ის არ არის გარანტირებული, იქ არის ჯანსაღი სასამართლო, ჯანსაღი რა ქვია, სასამართლო პროცესები და ასე შემდეგ, ის ეცდება აუცილებლად რომ ეს ყველაფერი ან საბჭოთა კავშირის დროს როგორც იყო, ჩაკეტოს და წინის დიდი ჩამოკიდოს და დაგვანება, აი ეს იქნება უკვე თავის დანებება რა, მაგრამ არ არის ის დრო. აი ახლა ნელ-ნელა ჩვენ გვეჩქარება, ვიღლებით, იმიტომ რომ ის არის, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი უბრალოდ სამწუხაროდ რა, ნუ ისეთი ის არის მოთმინებით და ისეთი მართლაც მშვიდობიანი გზით, იმიტომ რომ თვითონ ესენი არ არიან მშვიდობიანები. თვითონ ესენი ცდილობენ პროვოცირებას ხელისუფლება რაღაცა ძალადობის და არ გამოსთ. ერთი სურვილი აქვს, აგერ
ის რა ქვია 4 ოქტომბრის ამბავზე სულ აშკარად ეთყობა რომ რაღაცა სხვანაირად არის საქმე და არანაირი ძალადობრივი პროცესები არ მიდიოდა თვითონ შეთითხეს ეს ძალადობრივი პროცესები. აქედან გამომდინარე და მე აი აქაც სოლიდარობას ვუცხადებ უდიდეს ქართველ მომღერალს და საზოგადო მოღვაწეს პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც 71 წლის კაც არაფრის გამო, სამშობლოს სიყვარულის გამო 7 წელი მიუსაჯეს. და რა ეს ისინი ბავშვებს, რომელსაც სიცოცხლე უნდათ, წამალი მივცეთ თუ არა იმაზე ფიქრობენ. ნუ აი რაზე ვარ. მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მოთმინება გჭირდება, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ და ის რუსთაველზე ადამიანები და რეგიონებში და კარგი იქნება. და ჩვენ აუცილებლად ჩემ ერთ-ერთი პირველი მოტივი რომ აი თქვენთან ტელევიზიაში ვსაუბრობ ეგ არის რომ ჩვენ აუცილებლად ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ რეგიონებში, ცენტრებში და ასე შემდეგ რომ რაღაცნაირად საღიაზრი, ჯანსაღი აზრი და ის ფსევდოპატრიოტიზმი კი არა, ნამდვილი პატრიოტიზმი გაჩნდეს ჩვენს გონებაში, ჩვენს გულებში, ნამდვილი პატიოსნება და ნამდვილი სიმართლის სარწმუნება გაჩნდეს და არა ისეთი ფარისეულური რაღაცები, რომლებიც ახლა ამ დღეებში ხდება. უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ ბატონო ბესო, თქვენი დროისთვის, საინტერესო მოსაზრებებისთვის მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი და უნდა ელაპარაკოს საზოგადოებას, ადამიანებმა უნდა ელაპარაკოთ აი ასე, ნამდვილად აუცილებელია ასე აუხსნით, რომ მას მხოლოდ სთავაზობენ ცუდია, კარგი, არავინ უხსნის რატოა ცუდი, რატოა კარგი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ. წარმატებას გისურვებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად. სხვანაირად არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის სამყაროს კანონი. სამყაროში თუ ბოროტი და მოღალატე იმარჯვებს, ის სამყარო არ იარსებებდა დღემდე. ამიტომ ჩვენ ვარსებობთ და კიდევ ვიარსებებთ დიდი ხანი ბევრის რა ქვია გულსატკენად აუცილებლად ნამდვილი, ღირსეული, ცივილიზებული სამყაროს წევრებად ვიქნებით. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით ბატონო ბესო. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბესო სოლომონაშვილი, მწერალი, რეჟისორი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ბესო. მაყურებელს მომდევნო გადაცემამდე დავემშვიდობები. მადლობა თქვენ, მადლობა.